გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მკვლევარისა და მთარგმნელის დავით ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. დავით ონიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია და ის საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული იყო. აღსანიშნავია, რომ დავით ონიაშვილის საქმეთა შეხსენების მიზნით აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მეცნიერის შესახებ გამოიცა წიგნები. დავით ონიაშვილი დაბადებულა 1883 წელს გორში, სოფელ ხიდისთავში და გორში მაჭავარიანების სტამბაში დაბეჭდა წიგნი ბაირონიზმი და მსოფლიო მწუხარება წინა საუკუნის დასაწყისში. ოჯახს რომ მივაგენით, იქ აღმოჩნდა 100 წლის წინ თითქმის ნათარგმნი უილიამ შექსპირის იულიუს კეისარი, რომელიც გამოვეცით ასევე. მე გახლავთ დავით ონიაშვილის შვილიშვილი. მისი ხელნაწერები ჩვენ სახლში ინახებოდა, ეს თარგმანები, ხელნაწერი ყველაფერი ინახებოდა. ძალიან მადლიერი ვარ დღევანდელი საღამოსი, რომ ეს საღამო და ამ წიგნის პრეზენტაცია არის მისი სახელის, ასე ვთქვათ, უღდა საყოფად.